მშვიდობისა თქვენ უყურებთ მოამბის მთავარ გამოშვებას. დღის მთავარ თემებს ჩვენს კოლეგებთან ერთად ნიკა მუკბანიანი და მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. საღამო მშვიდობისა გამოშვებაში თქვენ ნახავთ. აქციების შეწყდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვები წამლებს მიიღებენ. პრემიერთან მეორე შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდა. გაჩნდა თუ არა წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივა. სახელმწიფო მდივნის და მისი მოადგილის გზავნილები თბილისში არაერთგვაროვნად იკითხება. არის თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული. პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატები და მკვლევარები ერთ სივრცეში. თბილისი მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. 6 ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაცია სვანეთში და ამოღებული მაინერები, უკანონო კრიპტომაინინგის რეზონანსული საქმე. თითქმის ორთვიანი პროტესტის შემდეგ შეთანხმება მიღწეულია. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვები წამლებს მიიღებენ. პრემიერთან რამდენიმე საათის წინ გამართული მეორე შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდა. მშობლები კმაყოფილები არიან. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციების შეწყდება კვირას კი საპროტესტოს ნაცვლად მადლობის მარში გაიმართება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დაიწყება მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიებთან წამლების შესაძენად. პირველ ეტაპზე განიხილება 2 მედიკამენტის შემოტანა, რომლებიც ევროპის ცალკეულ ქვეყნებში სამკურნალოდ უკვე დაშვებულია. რაც შეეხება მშობლების მიერ მოთხოვნილ კიდევ 2 წამალს, მათ გარშემო განხილვები სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა გაგრძელდეს. ბავშვების სიცოცხლე გადარჩენილია, ამ გზავნილით დატოვეს მშობლებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაცია. გენეტიკური დაავადებით საქართველოში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქციების პარალელურად მანამდე ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად და შესაძლო მძიმე გვერდითი ეფექტების გამოსარიცხად დამატებითი კვლევები და რეგულატორ ორგანოებთან განხილვები იყო საჭირო. თათია ტაბაშაძე გვეტყვის, როდის შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი და რა ვადებშია მოსალოდნელი წამლების შეძენა. თათია. წამლების შესყიდვაზე მუშაობა პრაქტიკულად დღეიდან დაიწყო, რომელ 2 პრეპარატს დააფინანსებს მთავრობა.